მნიშვნელოვანი არის და ევროპულია საქმე და რამდენად არაევროპული არის ისტერია. საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენ დაკავებული ვიყავით საქმეთი, ამ საქმე მოიტანა თავის შედეგები. ხოლო ოპოზიციის ნაწილი, ზოგიერთი აქტივისტური ჯგუფები თავიდანვე ჩართული იყვნენ ისტერიაში და ამ ისტერიით კინაღამ ხელი შეუჩალეს ჩვენს წარმატებას. ასე რომ რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატების დამსახურება ამ შედეგში არის ძალიან დიდი და მე მათ ამისთვის დიდი მადლობა გადავუხად. რაც შეეხება ვერ გეტყვით, ეს გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული, ამაზე ვერ ვსკერდ. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზაცია, ამიტომ ორგანიზებული ხონჯება ბატონ შალვა, რაც შეეხება ევროპული მომავლის გზაზე ნაბიჯებთან დაკავშირებით, თქვენ გამოსვლასაც ახსენეთ ისტერია, ახსენეთ რომ ვადები არ არის რაღაცნაირად გადამწყვეტი, მაგრამ როდესაც საუბარი არის 9 პუნქტზე უკვე დამტკიცებული არის გეგმა, ამ შემთხვევაში თუ არის ვადები განსაზღვრული და ოპოზიციის მონაწილეობაზე ამ პროცესში თუნდაც წარსულის გამოცდილებით რა მოლოდინი გაქვთ ამჯერად? ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა ხომ რა ხდებოდა თუ გავიხსენებთ მთლიანად ამ პროცესს და ამიტომაც ხაზი გავუსმე საქმე ისტერიის წინააღმდეგ. ისტერია ეს არის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ასე ვთქვათ პოლიტიზირებული ჯგუფები და საქმე ეს იყო ხელისუფლების მხარეს. თავიდანვე თუ გაიხსენებთ, მაშინ როდესაც ჩვენ გადმოგვეცა კითხვარი. გახსოვთ, ხო, აი მაშინ დაიწყო ისტერია, რომ კითხვარი უნდა ყოფილიყო რაღაც საჯარო განხილვის საკითხი, უნდა ჩართული ყოფილიყო ყველა ჯგუფი ამ კითხვარის შევსებისკენ, რომ ხელისუფლება არ შეავსებდა ამას სწორედ და ტყუილებს ჩაწერდა. აი ამ დონემდე იყო დასული NGO სექტორის ნაწილი და ოპოზიცია. აი ეს არის სწორედ ისტერია და დაყენება ლამის სიკვდილ სიცოცხლის საკითხად, რომ რაღაც საკითხი ევროკავშირი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ხვალ მიიღებს. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს და ჩვენ ვართ ავტორები კონსტიტუციური ჩანაწერისა, თუ რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტს საქართველოს ხელისუფლება მიყვება ნაბიჯ-ნაბიჯ და მიყვება თანმიმდევრულად და ამან მოგვიტანა ჩვენ ასოცირების შეთანხმებაც, ვიზა ლიბერალიზაციაც და ამან მოგვიტანა ჩვენ კანდიდატის სტატუსს. ამიტომ ასე გავაგრძელებთ ზუსტად შემდეგ მოძრაობასაც საქმით ჩვენ ორი უმთავრესი პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს არის კანდიდატის სტატუსი, მეორე უმთავრესი გადაწყვეტილება, ეს არის წევრობა. ამის შორის არის ბევრი ეტაპი, რომელიც იქნება გადასალახი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველა ამატებს მიუდგეთ საქმიანად ისტერიის გარეშე, ყველა ვინც ისტერიის დათესვას ცდილობს და აყენებს ესე საკითხს, აი დღეს ხვალ საკითხი არის თითქოს, ყველა ეს ადამიანი სინამდვილეში ეწინააღმდეგება ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზოგადი პუნქტების ჩამონათვალი არის ეს მთავრობის სამწუხარო გეგმა და მათ არ შეასრულებსო თქვენ. როგორ ხედავთ პერსპექტივას შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც რა წარმოდგენები გვაქვს ბავშვად, როგორ შევწყვეტ ჩვენ კიდევ ერთხელ საქმემ და გამოცდილებამ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლება, რასაც დაისახავს გეგმას, იმ გეგმას როცა მიყვება, ეს გეგმა იძლევა შედეგს. ოპოზიციას ერთ რამეს ურჩევ, რომ ახლა მაინც დაფიქრდნენ. საჯაროდ მაინც ისე წარმოაჩინონ თავი, რომ დაფიქრდნენ იმაზე, რომ წარმატებული გზა არის ის გზა, რომელსაც გადის ხელისუფლება, თუ მათ სურთ რამენად დაეხმარონ ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, კი ბატონო, მათთვის არის კარი ღია, მაგრამ მე მეშინია რომ ისინი კვლავ შეეცდებიან ისტერიით და აი ეს პირველი რეაქცია რაც გვაქვს ამ სამოქმედო გეგმაზე ვნახეთ ხომ საერთო ჯამში აბსოლუტური მიუღებლობა თითქოს ყველაფრის მცოდნეები არიან როგორ რა უნდა გაკეთდეს სინამდვილეში ხედავთ მათი პოლიტიკა რაც არის რაც შეეხება სამოქმედო გეგმას არის აბსოლუტურად რეალისტური ეხება ყველა ამ საკითხს რა თქმა უნდა შინ საკითხები ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ მზა გადაწყვეტებს არ თავაზობთ სამოქმედო გეგმაში ჩვენ სამოქმედო გეგმაში თავაზობთ განხილვის ფორმატებს სადაც მათ შორის ვენციის კომისიის დაყრდნობით და ასე შემდეგ იქნება განხილვა და მივართ შედეგამდე ოპოზიციას რაღაც უცნაური წარმოდგენა აქვს სამოქმედო გეგმა მათ გონიათ ჩამოწერილი შედეგები უკვე
რაც უნდა იყოს და მაშინ ასეთ სამოქმედო გეგმებს რა აზრი აქვს. კიდევ ერთხელ ეს არის გახსნილი პროცესი, ვისაც სურს რომ ახლა მაინც ავიდეს იმ მატარებელზე, რომელიც ევროპისკენ მიდის, მათ აქვს შესაძლებლობა რომ შემოუვარდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ბატონო თავისუფალი სამოქმედო გეგმაში თავისუფალად თუ შეიძლება სამოქმედო გეგმის ნაწილი ამოვიწუროთ ბატონო შალვა სამოქმედო გეგმის ნაწილი შეიძლება აქ ხალხო ეს თემა შეიძლება თავისუფალად გავიგეთ თქვენი კითხვა, თქვენც ვითხარით და გიგვასწრეთ თანმიმდევრულად. გავიგეთ. არა, მიკითხეთ და მივყვები ყველას კითხვას. მაშინ ამ კითხვით დავიწყებ. რაც შეეხება სხვადასხვა პუნქტებს, რომელიც 9 რეკომენდაციაში არის, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გამტკიცებასთან დაკავშირებით, თავისთავად თუ რაიმე წინადადება იქნება, რა შეიძლება ამ ხრი გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე, გავაკეთეთ საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, აქაც ჩვენ მქონდა ისტერია, ხომ, საბოლოო ჯამში, როდესაც ვნახეთ რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად დაფუძნებული იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, აი ამ გადაწყვეტილების გამო ატეხეს ისტერია და ეს ისტერიის შედეგი არის ხანდახან ხოლმე გამოხმაურებები. ეს ამიტომაც მე ხაზს უსვამ კიდევ ერთხელ, რომ რამდენად დამაზიანებელი არის ისტერია, დეზინფორმაცია, ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ეს გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოწვევები, როცა ნათია თურნავა ინიშნებოდა ბატონო შალვა, ანუ მაშინ ხომ არ დაიწყო ეგ ისტერია. მე სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ დესტრუქციას უწყობს მთლიან პროცესებს. ფაქტობრივად საბოტაჟი არის მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ აქ სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსვლას არ გვიტოვებს ხოლმე, რომ ეს საბოტაჟი, რომელსაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ამ საბოტაჟს საკანონმდებლო რეგულაციებით უპასუხოთ ხოლმე. ამიტომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს პარლამენტის, როდესაც ხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვალდებულია ამაზე რეაგირება კონდეს. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიძლება საუბარი სამოქმედო გეგმის ნაწილში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით აქ არ არის ჩანაწერი, მაგალითად პარლამენტი გაითვალისწინებს თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციას ცესკოს რეფორმებთან დაკავშირებით, მე მაინტერესებს აპირებს თუ არა ვენეციის კომისიის შენიშვნები ამ ნაწილში გაითვალისწინოთ. თავისთავად ეს სამოქმედო გეგმა ეყრდნობა იმას, რომ იქნება სამუშაო ფორმატები, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნები იქნება განხილული. რა იქნება გათვალისწინებული, რა არ იქნება გათვალისწინებული, რა იქნება შედეგი, ეს არის ამ სამუშაო ფორმატების განხილვის შედეგი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ წინასწარ რეცეპტებს და წინასწარ შედეგებს არ ვდებ, ჩვენ სამოქმედო გეგმა ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლა ზუსტად განსაზღვრავს სამუშაო ფორმატებს, ვადებს და ვთავაზობთ მათ შორის ოპოზიციას ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში. ვენეციის კომისიის დასკვნები, რა თქმა უნდა, იქნება განხილვის საფუძველი და ამის საფუძველზე მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ბატონ შალვა, საარჩევნო კამპანია დაიწყო ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის ლელომ და მამუკა ხაზარძე საუბრობდა, რომ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის რეალური ალტერნატივა არის ლელო, ოღონდ აქ ამბობს, რომ სტრატეგია მათი მთავარი იქნება, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და რომ ასევე ფრენების აკრძალვა მოხდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა დღეს რეალური ალტერნატივა? რა გითხრათ, ზოგადად ლელო როგორც წარმონაქმნი არის ცინიზმის პიკი. ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე, ადამიანები, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული განაჩენი თხილებული არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე, ასე რომ და ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაციონალ მოძრაობის რუპორები, გველაპარაკებიან ნაციონალ მოძრაობის მიუღებლობაზე. ასეთი ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორც არის ლელო, არ არსებობს. ასე რომ რთული არის ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარების გაკეთება. ქართულმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე უთხრა გასცა პასუხი თუ რა არის მისი შეფასება ლელოს საქმიანობის მიმართ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვიდნენ, ნახევარი თავისი აღმომჩენლების დაკარგეს საერთოდ. ასე რომ ეს მას პასუხი არის, ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი იმისა,
თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში. ბატონ შავა, ნაციონალური მოძრაობა ახსენეთ და ერთმანეთს უკვე აქციებს უწყობენ. ქუთაისში იყო ესეთი შემთხვევა, მელიას თანამოაზრეებს მოუწყეს, ხაბიაშვილის თანამოაზრებმა მოუწოდეს საკრებულო დატოვეთ, ჩვენს ხელფასებს ნუ იღებთო. რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთ სცენას უყურებთ ერთ პარტიაში? არაფერი ეს ლოკალური რაღაც განხილვები რაც შეიძლება იყოს ეს არაერთხელ გვინახავს ეს ნახეთ 2016-ში სხვა დროსაც გვინახავს როდესაც გარკვეული სქიზმები აქვთ ხოლმე შიგნით მაგრამ თავარი ერთი რამეა კრიტიკულ მომენტში ეს არის ის ჯგუფი რომელიც ყოველთვის ერთად დგება 2020 წელმა ეს გვაჩვენა არანაირი ოპოზიციური სხვადასხვა ფლანგები არ არსებობს. არის ერთი ფლანგი ნაციონალური მოძრაობის, რომელიც სრულად აკონტროლებს თავის ფლანგზე მედია და ფინანსურ რესურსებს და ამის ქვეშ არის მოქცეული მთლიანად ოპოზიციური სპექტრი. ამიტომ 2024 წელს არჩევანი იქნება არჩევანის მეორე მხარეს, ქართული ოცნების მეორე მხარეს იქნება ნაციონალური მოძრაობა მისი კვაზი დანაყოფების სახით. ბატონ შავა, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრი იყო საქართველოში ჩამოსული ენერგეტიკულ საკითხებთან საუბრობთ. მე მაინტერესებს კონკრეტულად ვინ იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომაპარაკებელი და ზოგადად რატომ ვარღვევთ პოლიტიკურ მოცემულობას, როდესაც პოლმერი ურთიერთობები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გვაქვს გაწყვეტილი და ასე ვთქვათ, ფაქტობრივად დიპლომატიურ ურთიერთობებში ვართ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მაინტერესებს ვინ იყო ჩვენი მხრიდან მომაპარაკებელი დე-ფაქტო ხელისუფლების ეს არ გახლავთ პარლამენტის კომპეტენცია, რაც შეეხება ურთიერთობას ენგურჰესი, გახლავთ მაგალითი უკვე წლებია, მაგალითი, სადაც შესაძლებელი არის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათი სოციალური პირობები იყოს შესაბამისი, გულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას და ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმის, რომ ურთიერთობები და კონტაქტები უნდა არსებობდეს. მადლობა.